როგორი მეგობრებიც ყავს, ისეთი ხარ შენც. მოდით ვიდებადოთ. სალომე ბარბარეს წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ დებატებში. გთხოვთ აირჩიოთ თქვენი პოზიცია. ეთანხმები. არ ვეთანხმები. არგუმენტების მოსაფიქრებლად 2 წუთი გაქვთ. მე დაგტოვებთ. პირველი რაუნდი. მოვისმინოთ სალომეს არგუმენტი. სალომე, შენ ამისთვის 15 წამი გაქვს. რაც უფრო მეტ დროს ატარებ ადამიანთან, მით უფრო იმსგავსებ იმას. გიჩნდებათ საერთო ცხოვრების წესი, საერთო მიზნები და თვისებები და რაც მთავარია, საერთო ღირებულებები. კიდაც თუ არა, მაინც ემსგავსებით ერთმანეთს. ახლა ბარბარეს კონტრარგუმენტის ჭერია. ბარბარე, შენ ამისთვის 14 წამი გაქვს. შეძლო ადამიანთან იმეგობრო იმ შემთხვევაში, თუ მასთან საერთო ღირებულებები არ გაქვს, მაგრამ გაგაჩნია საერთო ინტერესები, ხობები, გამოცდილებები. ეს ერთნაირად არ გაქცევთ. მეორე რაუნდი. მოვისმინოთ ბარბარეს არგუმენტი. ხშირად ადამიანები ჩვენგან განსხვავებულ მეგობრებს სპეციალურად ურჩევთ, რადგან მათ ისწვისება მოგწონს, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. მაგალითად, ჰარი და ჰერმიონი ჰარი პოტერიდან. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ძალიან კარგი მეგობრები არიან. ახლა სალომეს კონტრარგუმენტის დროა. შეიძლება მეგობრებში განსხვავებული თვისებები მოგწონს, მაგრამ თუ საერთო ინტერესები და ღირებულებები არ გაქვთ, ვერაფერზე ისაუბრებთ. თუ შენი არ ესმის, ვერაფერს გაანდობ და ძალიან გაგიჭირდებათ. ჰერმიონს და ჰარის კი ბევრი განსხვავებული თვისება ჰქონდათ, მაგრამ მაინც ორივე გრიფინდორი იყო. შენ უკვე ორივე მოდებატის არგუმენტები მოისმინე. გამარჯვებული შენ უნდა გამოავლინო. კომენტარებში დაგვიწერე იმ მოდებატის სახელი, რომელმაც შენი აზრით გაიმარჯვა.